აღარ გვინდა მოკვდა ეგი ჩქარა ანუ რატომ მიგვიანებს სასწრაფო სასწრაფოს დაგვიანების სამ ძირითად მიზეზს გამოვყოფ პირველი 2 თუ 4 ბორბლიანი ტრანსპორტზე მყოფი უყურადღებო და ყველაზე უფრო მეჩქარება ჭკვიანი ტიპები რომლებიც აფერხებენ მოძრაობას, ქმნიან საავარიო სიტუაციებს და ხდიან გადაადგილებას შეუძლებელს. მათ შორის კომპაქტური მოტოს სასწრაფო მძღოლებისთვისაც კი. მეორე, არამიზნობრივი გამოძახებები. გაქვს რამდენიმე დღიანი ტემპერატურა, ხველა, სიცხე, ტკივილი, მაგრამ გეზარება ექიმთან წასვლა, სწორი დიაგნოზის მოსმენა, შესაბამისად სწორი მკურნალობის დანიშვნა იქ რიგებია უსიამოვნო სიტუაცია. გირჩევნია დარეკო სასწრაფოში, მოვიდეს შენთან, არ გახვიდეს შენი პირადი კომფორტის ზონიდან და მიიღო მათგან დახმარება. მაგრამ სასწრაფო ამისთვის არ არის გათვლილი. სასწრაფო არის გადაუდებელი შემთხვევებისთვის. სასწრაფოს არ აქვს ლაბორატორიული ინსტრუმენტალური კვლევის საშუალება. ის ვერ გამოიკვლევს შენ მდგომარეობას, ვერ ნახავს სისხლის ანალიზებს, რენტგენს, ეხოსკოპიას. ასევე სხვადასხვა ექიმი მოვა სასწრაფოდან. ოჯახის ექიმის მსგავსად მათ არ ექნება თქვენზე ამომწურავი ინფორმაცია და ვერ შეძლებს სწორი კურსით წარმართოს მდგომარეობა. რადგან ეს საერთოდ სხვა სიტუაციისთვის არის გათვლილი და თქვენ სხვა სიტუაციისთვის იძახებთ. აქ ცოტა სიზარმაცის კვალიც არის. მოდით ნუ ვიქნებით ზარმაცები. მესამე მიზეზი არის ეგრეთ წოდებული ქრონიკი პაციენტები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად გვყავს საქართველოს მასშტაბით. ისინი იძახებენ სასწრაფოს დღეში რამოდენიმეჯერაც კი სხვადასხვა ფინანსური თუ მენტალური პრობლემების გამო ამ ადამიანებს არ აქვს საშუალება მიმართონ ოჯახის ექიმს, არ აქვს საშუალება იყიდონ წამლები, არ აქვს საშუალება გამოიყენონ მათი დახმარება. როდესაც სასწრაფო იმყოფება მისამართზე, ის ვერ დატოვებს მისამართს და ვერ წავა რეალურად უფრო მძიმე პაციენტის გადასარჩენად. რატომ შევეხე მხოლოდ ამ სამ ძირითად პრობლემას და არა სხვებს და ალბათ ბევრ შეგიმჩნევიათ სხვადასხვა რიგი პრობლემები. მაგრამ ეს სამი პრობლემა არის ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც მე და თქვენ ერთად შეგვიძლია. საცობებში ვიყოთ ყურადღებით, არ ვსქროლოთ, არ ვიმესიჯოთ, დაუთმოთ გზა სასწრაფოს. დავტოვოთ ადგილი მოტოსასწრაფოსთვის. აქვე მინდა დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ყურადღებიანი და კარგი მძღოლები არიან. ყოველთვის დიდ მადლობას გიხდით, როცა გადაადგილების დროსაც მაქვს საშუალება ჟესტებით გამოვხატავ ამას. და თუ ვერ გამოვხატე, დაგითმიათ გზა და ასე შემდეგ, იცოდეთ, რომ მადლობას გიხდით მთელი ჩემი კოლეგების სახელით. ძალიან გთხოვთ, არ გამოვიძახოთ სასწრაფო არამიზნობრივად, დროულად და სწორად მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას. მივმართოთ ოჯახის ექიმს, რომლებსაც ეწოდინებათ თქვენი ანამნეზი, სწორად შეგირჩევენ მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში საჭირო კვლევებს და ანალიზებსაც დაგინიშნავთ. მერწმუნეთ, ეს დროის და ფინანსების მხრივ უფრო ნაკალები შეიძლება დაგიჯდეთ, ვიდრე გაუარესებული ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. მესამე პრობლემას რაც შეეხება, ამაზე ჩვენ როგორც ექიმება, ისე თქვენ მოსახლეობამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. შევადგინოთ ამ პაციენტების სია, აღმოუჩინოთ მათ შესაბამისი და საჭირო დახმარება, რაც თავისთავად მოაგვარებს პრობლემას. მერწმუნეთ, ამ სამი პრობლემის მოგვარებით სასწრაფოზე ლოდინი მოგვიწევს მხოლოდ ის დრო, რაც ბრიგადას დაჭირდება ჩვენამდე მოსასვლელად და არა 2-3 საათი. მადლობა ყურადღებისთვის, თქვენთან იყო სიცოცხლისთვის მებრძოლი.